ეს განვითარებულებით ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო სამსახური სტუდიაში თამარ გორხელაშვილი მუშაობს. საგარეჯო საკრებულოს ფრაქციები თანადგომა ბიძინა ივანიშვილს და დემოკრატები გამგებლის თანამდებობიდან გიორგი ლოლაძის გათავისუფლებას ითხოვენ. საჩივრის ავტორების თქმით, მართალია პროკურატურამ ლოლაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, მაგრამ გამგებლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და ადმინისტრაციული გადაცდომების ფაქტები გამოკვეთილია. ამის გამო საკრებულოს თავმჯდომარეს ლოლაძე გამგებლის თანამდებობაზე ერთპიროვნულად არ უნდა აღედგინა. საკრებულოს წევრებს სხდომაზე საჩივარი ფრაქციის თანადგომა ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარემ ლეილა ოტიაშვილმა გააცნო. გიორგი ლოლაძეს არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, რომ დარჩეს გამგებლად, უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ეს არის შემთხვევით პიროვნება, რომელიც მოვიდა, გამოფრინდა სადღეიდანაც, მოაფრინეს, რა ვიცი. და ამიტომ დრო არა, ეს არის საერთოდ კანონის უპატივცემულო ადამიანი, საერთოდ გამოუცდელი, საერთოდ აზრზე არ არის თავის საქმეში ჩაუხედავი კაცია. არ შეიძლება რა სირცხვილია უკვე საგარეჯო ველებისთვის, რომ ეს კაცი ყავდეს გამგებლად. ნამდვილად იყო გადაცდომები ბატონი ლოლაძის მუშაობის პერიოდში და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონი გიორგი ლოლაძე არ უნდა იყოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი იმის გამო, რომ თუნდაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბულგრილობის გამო, რომელიც მან გამოიჩინა თავისი მუშაობის პერიოდში. პროკურატურის დასკვნაში აშკარა წერია ეს დანაშაულებრივი ქმედება და ამდენად ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, როდესაც მოვედით საკრებულოზე და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი აღდგენილი არის თანამდებობ. GPI Holding-ის დაზღვევის არ მქონე მოსახლეობისთვის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის საავადმყოფოში ერთდღიანი აქცია გაიმართა. უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს. აქცია ჯეოჰოსპიტალსის სამედიცინო ცენტრისა და თბილისის მარტინ დე აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა და მიზანი ონკოდაავადებების ადრეული დიაგნოსტირებაა. 15 ექიმი სპეციალისტი, პროფესორები, უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ და ისინი აწარმოებენ გასინჯვას მოსახლეობის ამ შემთხვევაში ამ მასშტაბის და ასეთი მიმართულების აქცია ძალიან დიდი იშვიათობას წარმოადგენს ზოგადად, ვინაიდან ჩვენი კლინიკა გახლავთ ძირითადად ორიენტირებული ონკოლოგიურ პათოლოგიაზე და ონკოლოგია ეს ისეთი თემაა, რომელსაც ერთადერთი რაც შეიძლება დაუპირისპიროთ ამ ვერ აქცენტს, ეს არის დროული და ეფექტური გამოვლენა. მოგეხსენებათ, კიბო არის მეტად ვერაგი დაავადება და ამ დაავადების დიაგნოსტირების ადრეულ სტადიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რეგიონში ძალიან ბევრი კარგი კლინიკა ფუნქციონირებს, არის რიგი გამოკვლევებისა და არის რიგი სპეციალისტებისა, რომელთა ჩარევაც დამატებით კომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ეს არის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა პირველ რიგში და სწორედ ამ ნაადრევი დიაგნოსტირებისათვის საჭირო არის ესეთი გასვლები რეგიონში. დღეიდან კახეთი იონის სამედიცინო ცენტრი პაციენტებს ახალ სერვისს თავაზობს. ფრანგი ექიმების დახმარებით მოხდება ონკოლოგიური პაციენტების გადაუდებელი მკურნალობა, რომლებიც ქიმიოთერაპიას საჭიროებენ. იონის დეპარტამენტის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს ახალი თერაპიის ოთახი გახსნეს. კლინიკა 5 წლის წინ ფრანგული მხარის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ჩვენი ვიზიტის მიზანია ონკოლოგია ჰემატოლოგიის კაბინეტის გახსნა, რომელიც აქამდე არ არსებობდა კახეთის რეგიონში, რაზეც აქამდე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. დღეს კახეთი იონის მულტიპროფილურ დაწესებულებაში გაიხსნა ონკოჰემატოლოგიის განყოფილება, რომელიც ერთ-ერთი უნიშნელოვანესი მიმართულებაა ზოგადად დღეს ქვეყანაში არსებული ავადობის ტვირთის მიხედვით და ძალიან მისასალმებელია, რომ ამბულატორიულ დონეზე რაიონში იხსნება მსგავსი განყოფილება. რა თქმა უნდა, ეს განპირობებული არის თავად იმ შესაძლებლობებით, იმ ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, რომელიც შექმნილია კახეთი იონის ცენტრში. მომავალი თვიდან უკვე ჩვენ შევძლებთ ქიმიოთერაპიული მკურნალობის კურსი, ანუ ონკოლოგიური სერვისი შევთავაზოთ კახეთის მოსახლეობას. მნიშვნელოვანია მოგეხსენებათ, იმიტომ რომ არ არსებობდა იცით ამ
კატეგორიის პაციენტების მდგომარეობა და შესაბამისად მათი მომსახურების სერვისი და სფერო რამხელად რთულია და ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ ჩართულია თბილისის წამყვანი კლინიკის წარმომადგენლები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანური უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაში აქტიურად ჩაერთნენ. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ლიმას ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ეროვნული არმიის 215 კორპუსის სამხედროებს ამზადებენ. ქართველი ჯარისკაცები სწავლებას რეგიონული საბრძოლო სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად ატარებენ. საბრძოლო მომზადება ავღანური არმიის ბაზა შორაბაგზე მიმდინარეობს. რეგიონული საბრძოლო სკოლის სასწავლო გეგმის მიხედვით ამერიკელი, ბრიტანელი და ქართველი ინსტრუქტორები ავღანელ ჯარისკაცებს სხვადასხვა სამხედრო დისციპლინებში წვრთნიან. რამოდენიმე კვირიანი სავალდებულო კურსების დროს ავღანელი ჯარისკაცები ისეთ საკითხებს გადიან, როგორიცაა ქვეითთა საბრძოლო უნარ-ჩვევები, შეიარაღების სისტემები, კავშირგაბმულობა, ტოპოგრაფია, ლოგისტიკა, საცეცხლე მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება და სხვა რეგიონული საბრძოლო სკოლა. ოფიციალურად 2013 წლის 26 სექტემბრის შემდეგ ოპერირებს. უზრუნველყოფენ ავღანური უსაფრთხოების ძალების უნარს და აღჭურვას. ამ პროცესში გათვალისწინებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლებები, ასევე უსაფრთხოების ელემენტები. აღნიშნული ღონისძიებები უნიშნელოვანესია მომავალი ავღანეთის სტაბილურობისათვის. ქართველი სამხედროების ფუნქციაა მოამზადონ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები, რათა ავღანეთის მომავალი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს და ხალხსაც მეტი დახმარება გაეწიოს. მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ქართველებთან ერთად, რაც ძალიან სასიამოვნოა. ისინი განსაკუთრებულად პროფესიონალი სამხედროები არიან და ასრულებენ ფანტასტიკურ სამუშაოს. ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ოპერაციის ჩატარებას ქართველი ქვეითების დახმარების გარეშე. მე ვსაუბრობ 90 ქართველ სამხედროზე, რომლებიც ამ ქვედანაყოფზეა მიმაგრებული. ქართველების გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებდით ამ მისიას. ისინი არიან პროფესიონალები, კარგად მომზადებულები, ესმით თავიანთი მოვალეობები და სიფრთხილით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მისიას. შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 1 წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში მოისმინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და ქვეყნის ყველა რეგიონის საპატრულო პოლიციის სამმართველოების უფროსები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მინისტრს დეტალურად გააცნო განხორციელებული რეფორმების და რებრენდინგის შედეგები. არ გადაართოთ ეთერში რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით. მაგთისათი არ გა? იცით ძმა. ხდია რა ცხაზებით. დათვი. რა დათვი ბიჭო? ტოპიკი გაგსაუკეთესო. გადეიკიდე ბეჭზე და წახვედი სალადინო. გადმოხდა უცებ დიდი დათვი და მორბი შესკენ ღრიალი. გადმეიღე ტოპი. დოუმიზნე და რა? დააგდო ტოპი და გეიქცა. რატო? ვერ გეისროლა და მიტო. არა რატო ვერ გევისროლი ახლა ვითომ რატო? ტელევიზორს ვაწვალებ. მაგთისათი გააქშით. არა. ო და არც იმ თოპში არ იყო ტყვია. ამერგია! აუ! დაგიდელია ტოპი! აბა, არა! მაგთისათი, თანამგზავრული ტელევიზია ყველგან საქართველოში. შეგულავ ეთერში ვართ და გამოშვებას საერთაშორისო ამბებით განვაგრძობთ. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე უკრაინის სპეცრაზმის ბერკუტის მიერ ევროინტეგრაციის მომხრეთა დარბევის შედეგად 40 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით აქციის 33 მონაწილე პოლიციამ დააკავა. კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილი ევროინტეგრაციის მომხრეები სპეცდანიშნულების რაზმმა 29 ნოემბერს გვიანღამით ბენზინის ხელკეტების გამოყენებით დაარბია. ამ დროის მონაცემებით მოედანზე პოლიცია მობილიზებული, ხოლო აქციის მონაწილეებმა თავი ტაძარში აფარეს. პარასკევის საღამოს განტვირთვა შოტლანდიური პაბის კლიენტებისთვის ტრაგიკულად დასრულდა. ქალაქ გლასგოს ცენტრში პაბის სახურავზე, სადაც დღის ბოლოს ხალხი ერთობოდა, ვეთმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა 3 ადამიანი, ათეულობით კი დაშავდა. ტრაგედიის ადგილზე 40 სახანძრო ბრიგადა მივიდა. მაშველებს გამოვლენებიც ეხმარებოდნენ. გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ვეთმფრენი პოლიციას ეკუთვნოდა.
ჩრდილოეთ ევროპაში ძლიერმა თოვამ აეროპორტებისა და საგზაო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია. შვეიცარიაში აეროპორტი მას შემდეგაც დაიხურა, რაც თოვლის სიმაღლე 10 სანტიმეტრს მიაღწია. პოლონეთში ტემპერატურა -20 გრადუსიან ნიშნულამდე დაეცა, რამაც 8 უსახლკარო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოშვებას კულტურისა და სპორტის სიახლეებით განვაგრძობთ. მსახიობ კოლან ლუცის თაყვანისმცემლებს თავიანთი კუმირის ხილვა ჰერკულესის როლში უკვე შეუძლიათ. ინტერნეტში ფილმ ჰერკულესი ლეგენდის დასაწყისის პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობი ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ბოევიკის მსოფლიო პრემიერა 2014 წლის 10 იანვარს არის დაგეგმილი. მილუოკი ბაქსი მზედიზედ მე-11 შეხვედრა წააგო. ზაზა ფაჩულიას გუნდი ამჯერად შარლოტში ბობ კეტსთან დამარცხდა, რაც ძირითადად ალ ჯეფერსონის დამსახურებაა, რომელმაც 23 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა და მას მისძლებს 92-76 გაამარჯვებინა. ამჯერად ადმან 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, მე კი აქვე დაგემშვიდობებით, კარგად ვწარდებოდეთ.